ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა, ჩემთან ერთად ბატონი კახაგელაშვილია სტუდიაში. მოგესალმებით ზაზა, მივესალმები კიდევ ერთხელ მსმენელს. ჩვენი ახალი ფორმატი გრძელდება. ბატონო, სპორტული უთხრათ რომ სპორტი მომავალი კვირიდან განსხვავებულ ფორმატში გავა, კერძოდ 11 ცენტრალ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დღეში 3ჯერ შესაძლებელია ამომწურო ინფორმაციას მივასწრით მსმენელს. კი ბატონო, თუმცა დილის სპორტული მიმოხილვაც დარჩება ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა. დღეს ის თარიღია, რომლითაც წესითა და კანონით სტანდარტით უნდა დაწყებულიყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, გვიწევს 37-ად, ხო, უკვე? რიგით 37 და გასაგებია, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბითაა და დასავლეთ საქართველოში კიდევ თოვლის გამო ჩვენ კი პრობლემები ქონდა და სერიოზული სირთულეები და აი ამ ყველაფრის ფონზე ჩემპიონატს ხო არ დატყობია რომ ან გადაიწიოს ვადა არ გადაიწიოს პირადად მე და ბევრ გულშემატკივარს იმედი გქონდა რომ არსებული ამინდობის გამო დითოლობის გამო როგორც ჩვენ თქვი მარტო თბილისი არ არის საქართველოს მასშტაბით ტარდება ჩემპიონატი და გადაიდებოდა თქვა გარკვეული პერიოდი ისე როგორც მოხდა ეს რანგით მეორე ლიგა 2-ის გათამაშება 2-3 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ერთი კვირით გადაიგო 8-9 მარტს გაიმართება პირველი ტურის შეხვედრები, რაც შეეხება მაღლის ლიგას, ანუ ეროვნულ ლიგას, აქ არაფერი არ შეცვლილა, დღეს იწყება ჩემპიონატი, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, თუმცა არის ერთი ცვლილება, კერძოდ ქუთაისში რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე პირველი ტურის ერთ-ერთი მატჩი ხვალ ადგილობრივ ტორპედოსა და საფეხბურთო კლუბ გაგრას შორის ქუთაისში უნდა გამართულიყო რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე, თუმცა ხსენებული მიზეზის გამო, კერძოდ კი თითოეულობის გამო, როგორც გაირკვა, ქუთაისური სტადიონი არ არის მზად უმასპინძლოს ამ შეხვედრას და ეს გუნდები ხვალ მაინც შეხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ მასპინძელი საფეხბურთო კლუბი გაგრა იქნება, ოღონდ რა თქმა უნდა მატჩი სამწუხაროდ გაგრაში ვერ გაიმართება. თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაგრა ტორპედო გაგრა მასპინძელი იქნება საპასუხო უпроსტად მეორე წრის შეხვედრას უკვე ტორპედო ქუთაისში მასპინძლებს. რაც შეეხება პირველი ტურის შეხვედრას, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ დღეს გაიმართება იბერია თელავი მოქმედი ჩემპიონის რანგში ითამაშებს იბერია ძალიან წარმატებული გუნდი, უაღრესად წარმატებული პროექტი უნდა ითქვას ქართულ საკლუბო ფეხბურთში. შეგახსენებთ გიორგი მიქაძის დაწყებული საქმე ბრწყინვალედ გააგრძელა ლევან კორღალიძემ და იბერიამ აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. სხვათა შორის ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლავთ, როგორც ცნობილია იბერიას პრეზიდენტი და გუნდმა ბოლო 7 წელიწადში მე-6 ტიტული მოიგო, ეს არის აბსოლუტური რეკორდი ქართულ საკლუბო ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი ფეხბურთში გარკვეული კარგად ჩახედული ადამიანების ჯგუფი მუშაობს, ხელმძღვანელობს იბერიას და წარმატებაც კლუბისა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ იბერიამ ლიდერთა საკმაოდ დიდმა ჯგუფმა დატოვა განახლებული გუნდი წარდგება დღესაც და საერთო სეზონის მანძილზე, მიუხედავად ამისა, იბერია მაინც ფავორიტად მიიჩნევა, ერთ-ერთ გამოკეთილ ფავორიტად. ლიგა 1-ისგან განსხვავებით, ლიგა მეორე ცოტა დაგვიანებით დაიწყება. 8 მარტს იმედია მაგდორისთვის უკვე არ იქნება ასეთი საშინელი უამინდობა და ამიტომ იმედს დავიტოვებთ, რომ ლიგა 2-ის მატჩების უმრავლესობა მაინც რეგიონებში მიმდინარეობს, რეგიონებში ტარდება და თბილისისგან განსხვავებით თბილისიც გვარიანად ცივა, მაგრამ ოფიციალურად თუ შევხედავთ ახლა და ბუნების დადგენილ კანონებს და ჩვენ მიერ ახმულ წელიწადის დროებს ზამთარი დღეს სრულდება. ოფიციალ კალენდრით დღეს სრულდება, ხო. მაგრამ ძველი კალენდრით ეს გრძელდება 14 მარტამდე. აი ნასესხები აპრილში რომ არის, აი ნამდვილი
გაზაფხული დაიწყება. ნუ ჩვენ გუშინ ყავდა სინოპტიკოსი ეთერში და მან ისაუბრა რომ 7 რიცხვისთვის 7-8 რიცხვისთვის უკვე წვიმა ამოსალოდნელი ახლა ამინდის დათბობის საპირისპირო რეალობა ანუ ზამთრის ეფექტი კვლავ გრძელდება. და დღესაც ჩვენ კვლავ სინოპტიკოსებს შევეხმიანებით რომ უფრო დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია, თუმცა ეს სხვა გადაცემების თემაა, მაგრამ რა თქმა უნდა სპორტის ცოცხალი ორგანიზმია და სპორტი იმ რეალობის შესაბამისია, რაც თუნდაც ბუნების კუთხით ქვეყანაში არის. ჩვენ დღეს მორაგბეთა მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი, რომც მე პირადად ყველას ვურჩევ რომ დაესწროს ამ შეხვედრას. საუბარია საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთა მეორე ტესტ შეხვედრაზე, რომელიც ამჯერად დიდი ღომში ლელო არენაზე გაიმართება 3 საათზე და 15 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა. სამხრეთ აფრიკა უდიდესი სარაგბო ტრადიციების და ისტორიის მქონე ქვეყანა არა მარტო უფროსებში, ახალგაზრდებშიც და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან როგორც საქართველო, ისე სამხრეთ აფრიკა, რომელიც წელს ზაფხულში იტალიაში გაიმართება. ეს გახლავთ ანუ ახალგაზრდული მსოფლიო თასის გათამაშება, რანგით მეორე სარაგბო ფორუმი, დიდი უფროსების მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიო თასის შემდეგ. შევახსენებთ მსმენელს ასევე რომ პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის 5 დღის წინ 23 თებერვალს ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა. ლადო კილასონია შეგირდებმა საკმაოდ კარგი თამაში შემოგთავაზეს 5 ლელოც დაიდან დაუდეს 5-ჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანიც, თუმცა მატჩი მაინც აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა 38-29. აქვე იმასაც აღნიშნავთ რომ რადგან შეთანხმება იყო ორივე გუნდში, სელექციის პროცესია, ამიტომ მხარეთა შეთანხმებით გუნდებმა ის 5 დღის წინანდელ მატჩი მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა ათამაშეს შეუშვეს მოედანზე. საქართველოს 37 მორაგბე ათამაშა, აფრიკა 30. მეორე ანუ დღევანდელი თამაში რეგლამენტის სრული დაცვით გაიმართება გუნდებს განაცხადში 23 მორაგბე ეყოლებათ, ასე რომ დიდი ღომში ლელო არენაზე დღეს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთა მეორე ტესტ მატჩია, რომელიც 15 საათზე დაიწყება. სარაგბო თემას განვაგრძობ. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ორიაკის მორაგბემ, ფრანგული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა უნდა ითქვას, თედო აბჟანდაძემ ოპერაცია გაიკეთა, მხრის ტრავმა აწუხებდა, როგორც ცნობილია ქართველ მორაგბეს და როგორც ცნობილი ხდება, მომავალ სეზონამდე ვერ შეძლებს თედო თამაშს. მხრის სახსარზე ჰქონდა გარკვეული პრობლემა ამ ტრავმის გამო. აბჟანდაძე ეროვნულ ნაკრებს ვერ შეუერთდა რუმინეთთან გვიწევს მოგეხსენება ამ დღეებში თამაში 2 მარტს უფრო კონკრეტულად თბილისში. როგორც ირკვევა ოპერაციამ საკმაოდ კარგად გართულებების გარეშე ჩაიარა და ქართულმა მორაგბემ რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით რეაბილიტაცია დაახლოებით 5 ან 6 თვეს გასტანს და ამის შემდეგ აბჟანდაძე დაუბრუნდება მოედანს. საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა თედოს, გამლილი სეზონი, ის ფრანგული პროდეორის ერთ-ერთი გამორჩეული მეკვლე გახლავთ, 12 მატჩი 116 ქულა დააგროვა, 2 ლელო, 24 ჯარიმა, 17 გარდასახვა მის ანგარიშზე. სამწუხაროდ ეროვნულ ნაკრებს ზაფხულის ტესტ მატჩების დროსაც ვერ დაეხმარება აბჟანდაძე. ზაფხულის ტესტ მატჩების მსვლელობის საქართველოს ნაკრები ივლისში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. სტუმრად მატჩი 19 ივლისს გახლავთ დაგეგმილი. ეს აბჟანდაძის ტრავმა, როგორც უკვე აღნიშნეთ, მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, დანაკლისია ნაკრებისთვის. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის განახლებული შემადგენლობით ემზადებიან, გაფართოებულ რაზმს 3 ისეთი მორაგბე დაემატა, რომლებიც წელს სანაკრებო შეკრებაზე ჯერ არ ყოფილან. ესენი არიან ფრანგული კლერმონის ბურჯი გიორგი ახალაძე, ასევე საფრანგეთში ლაროშელში მოთამაშე კვაჭი ნიკოლას სუთიძე და ბრივის ცენტრი გიორგი შველიძე, მათგან ერთი სუთიძე კერძოდ პოტენციური დებიუტანტია. შველიძის ანგარიშზე კი ერთი კეპი, ანუ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრების
კვარტის დისკვალიფიკაცია მოიხადა და კვლავ გუნდთან ერთად და ბექა გორგაძე, ამრიგად რიჩარდ კოქრელის საქართველოს ნაკრების ინგლისელი მთავარი მსმენელის განკარგულებაში 19 მორიგინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს 2 მარტს 15 საათზე ავჭალის არაგო სტადიონზე გაიმართება რუმინეთი, ის ჩვენი ტრადიციული მეტოქე იქნება ამ დღეს ამ რუმინეთთან მოგიწევს დაპირისპირება ნაკრებთან, რომელთან ერთადაც საქართველოს რუმინეთი უფრო სწორად ანტიმოზივერიელის ტრადიციულ გარდამავალ თასს ათამაშებენ და ბოლო წლებია საქართველოს ნაკრები ტრადიციულად ყოველთვის ჯაბნის მეტოქეს და ეს თასიც ჩვენი განსაკუთრება. საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ამ ტურნირის ანუ რაგბი ევროპის ფინალში გავა და ტიტულის მე-17 მოგება შეეცდება აბსოლუტურად. ნახოთ ამჯერად რა გამოგვივა. მე მგონი მეორე ნახევარფინალში პირენეული დერბი გველის ესპანეთი პორტუგალია და ამ წყილში გამარჯვებული შეხვდება საქართველოს რუმინეთის წყილში გამარჯვებულს, ანუ საქართველოს ნაკრები შეიძლება ითქვას ტურნირის მე-17 მოგების გამოკვეთილი ფავორიტია და წინ არ გავასწროთ მოვლენებს, თუმცა საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით მოიგებს კიდევ ერთხელ ამ ტურნირს და ბატონი იმედი გვაქვს. ამასობაში გრძელდება ქალ-ვაჟთა მოჭადრაკე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი და მესამე ტურის მატჩებიც გაიმართა, ეს გუშინ უნდა შემდგარიყო. გამოიკვეთნენ იქ ლიდერები, თუმცა ჩვენი გოგონები ჩამორჩებიან მცირედი ჯერჯერობით, ხო, იმედი გვაქვს და დღეს გაიმართება მე-4 ტურის ორთაბრძოლები, მე-4 ტურის შეხვედრებში ჩვენი გოგონები შეხვდებიან ინდოეთიდან და რუსეთიდან თავიანთ მეტოქეებს, ხოლო ვაჟები სერბეთისა და ინგლისის ახალგაზრდა წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან და ვნახოთ იქნება მოაგროვონ გულები. პრინციპში ამ მოცემულობით მე მგონი გოგონებს მეტი შანსი აქვთ, თუმცა გოგონებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ ხალბატონებს ჩადრაკში ნებისმიერ ტურნირზე ვაჟებისგან ასწორებით. ჩვენი ქართული ქალთა საჭადრაკო სკოლა ალბათ ხოდაშორის აღნიშნოთ, რომ კესარიამ გელაძის მეტოქე არის ოლგა კარმანოვა რუსი. მოჭადრაკე არის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა სპორტისა ბოლო პერიოდში, სადაც რუსეთის წარმომადგენლები თავიანთი სახელით გამოდიან. არა, ხო, და კარმანოვასთან უწევს დღეს დაპირისპირება. ახალგაზრდები ფარიკაობაშიც ძალებს უტოლებენ ერთმანეთს, კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი მეზობელ თურქეთში მიმდინარეობს ანტალიაში და იქ უკვე ვიცით რომ ალექსანდრა კუვაევამ მოახერხა საპრიზო ადგილზე გასვლა და ბრინჯაოს медали მოიპოვა, ხო და ამასობაში დღეს უკვე მე მგონი ვაჟების ჯერია და ნახოთ რა შედეგებს აჩვენებენ ბატონო შაშანას თებერვალში გაიმართა იტალიაში ხმალში ვაჟები და დაშნებში გოგონები დღეს ხო და ალექსანდრამ წელს უკეთესი შედეგი აჩვენა. მოკლედ ფართო სპექტრია ქართველი სპორტ სხვადასხვა სახეობაში უცხოეთში და ან ეს მოზარდები კადეტები ეს ის თაობა რომელიც მოქმედ სპორტსმენთა თაობას ნელ-ნელა ჩაანაცვლებენ და მათზე იმედის დამყარება მნიშვნელოვანია. ჩვენ ამასობაში მე მგონი ფეხბურთსაც უნდა გამოვეხმაუროთ ცოტათი, იმიტომ რომ ეროვნულ ნაკრებზეც უნდა ვთქვათ და სანამ ეროვნულ ნაკრებზე გადავალთ, ვიტყვი რომ ჟოზე მაურინიო ისევ თავისი ექსპრესიულობის გამო დააჯარიმეს ამჯერად 42500 евро და გაუჭირდება ძალიან ხო მატჩიანი დისკვალიფიკაცია. იცი რატომ Fenerbahçe და Galatasaray შეხვედრაზე ტრადიციულ მეტოქეთ. ხო, იქ ორი მატჩის დისკვალიფიკაცია მისცეს, იმიტომ რომ მე-4 მსაჯთან თუდად მოიქცაო, ხოლო მოურინიომ განცხადება გააკეთა, რომ Galatasaray-ის სათადარიგოები და მწვრთნელები მაიმუნებივით დახვდნენ. აი ასეთი შეფასების გამო ეს სიტყვები დაუჯდა მაგას ამ ადამიანს სულ რაღაც 42500 евро. ამასობაში ნუ შაბათ-კვირას მატჩებიც მოახლოვდება და ევროპის დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ჩვენები წიასპარეზებენ და ჩვენ ლეგიონერთა იქ გამოსვლას და წარმატებულ გამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ მათ მიერ
აკრეფილი ფორმა, ასე ვთქვათ, გამოგვადგება ჩვენ და იქ მათ მიერ მიღებული შედეგი სანაკრებო მატჩებისთვის მათი თვითრწმენის თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციების მომზადების შესაბამისობის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი. ხარად შეხება ეროვნულ ნაკრებს ჩვენ ვიცით რომ სომხეთთან დაპირისპირება გველოდება წინ თვეზე ნაკლები რჩება გასვლითი და საშინაო მატჩი ტრადიციულ ეს ისტორიული რეგიონული დერბია კავკასიური ამიერკავკასიური დერბი ძველ გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება არარატი დინამო არარატის დაპირისპირებები იყო რა თქმა უნდა თბილისის დინამო კიევის დინამო თბილისის დინამო სპარტაკი მოსკოვის დინამო დაპირისპირება მაგრამ სხვა აბსოლუტურად სხვა ელფერი კონდა დინამო არარატის მატჩებს დაპირისპირებებს და თითქმის გაგზელებაა თქოს ეს საქართველოს სომხეთის ოფიციალური ევროპის მასშტაბით დროინდელი დინამო თბილისისა და ცენტრალური კლუბები სხვადასხვა რესპუბლიკებისა იგივე ეროვნული ნაკრები რა თქმა უნდა ლოკალური მასშტაბის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გაბარიტები არ ქონდათ გასვლისა კი მოკლედ გუშინდელი დღე და რატო გახდა ეს აქტიური იმიტომ რომ გუშინ დაიწყო ბილეთების გაყიდვა და მე მგონი გუშინვე მორჩა ხო რამდენიმე 2-3 საათში ესრულა დამოიყიდა სამსახურში ტრაური იყო რომ ისა ბილეთების გაყიდვიდან უკვე რამდენიმე წუთში მე რამდენი 1000-ე იყავი რიგში კაცმა არ იცის და ისეს ძალიან მტკივნეული თემაა ძალიან ბევრი საუბარი მიდის ამასთან დაკავშირებით მტკივნეულია უპირველეს ყოვლისა ის რომ ჩვენც ვისაუბრეთ გადამყიდველების თემა ანუ მე არ ვიცი ის გადამყიდველები როგორ ახერხებენ რომ სხვა რეალურ გულშემატკივრებს ჩვენთან რადიოში თითო ოთახში თითო კომპიუტერზე ადამიანი ნუ სამუშაო დროისთან გათვალისწინებით და იმ შესაძლებლობით რაც ჰქონდათ რამდენიმე ადამიანი ცდილობდა და რო შევედი ერთი არ ვიცი რაღაც მე 15000 იყო მეორე და რიგითი ადამიანები ვინც ნამდვილად გულშემატკივრობენ ვერ ახერხებენ და გადამყიდველები ამდენს როგორ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო ზაზა თბილისური მატჩი ეხსენება 23 მარტს საპასუხო მატჩია მანამდე ამას ამოვწურავ რომ თითქოს ბილეთები გონია რომ გაიყიდა ყველა მიყიდა მე მიდიხარ მატჩზე და ამ გადამყიდველებს ხელში უჭირავთ არაერთი ბილეთი და ბოლოს იქამდე მიდიან რომ თავის ფასში გეხვეწებიან რომ აი თავის ფასში და იმიტომ რა ვერ იყიდე ხშირად ყოფილა ესეთი ის შევკითხი ვარ ამდენად აი ამდენად ხომ არ მოგცემ კი წაიღეს დაგიკლებს ხო სანამ რაღაცა ხო და რას ვამბობდი რომ ესე იგი თბილისურ მატჩზე დინამო არენაზე ბილეთების ფასი ყველამ ვიცით იყო 20 40 ნუ 100 ლარი იყო ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი მაშინ როდესაც მანამდე 3 დღით ადრე ერევანში დაგეგმილი მატჩი სომხეთის საქართველოს ვაზგენ სარქსიანის სახელობის სტადიონზე სადაც 12 თუ 14000 კაცი ეტევა ბილეთის ფასი გახლავთ 10 ლარი ესე იგი რას კრიტერიუმით ხდება ბილეთებზე ფასის დადება ძალიან საინტერესოა მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ თქვა ეს არის თვითონ UEFA-ს დირექტივა რომ აი ბილეთის ფასი აქედან აქამდე უნდა მერყეობდეს და თქვა თბილისში და ერევანში უნდა იყოს 10 ლარი. არის ის მომენტის რომ ზოგადად რამდენადაც მე ვიცი ჩვენთან აბსოლუტურად სხვა შედარებით მაღალი ფასებია ვიდრე იგივე სასომხეთში და ალბათ რა რატომ ისაზრება ეს კიდე ცალკე ეკონომიკის საკითხია და ალბათ აი ამ ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე იმიტომ რომ ამაზე რეალურად პასუხი არ არის რომ რატომ არის 10 ლარი და 100 ლარი ბილეთი რაც არის ხოლმე ხო მესმის არის ხა გულშემატკივარი ვიცი მე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მართლა გულშემატკივარი რომელიც ვერ მიდის ეგ სხვა თემაა კიდე რომ ბილეთებს ვერ ყიდულობს ტიკეტიჯიდან ხო ერთადერთი ინტერნეტ პლატფორმაა საიდანაც შეგეძლო ბილეთის შეძენა ამ მატჩზე და ვერ იყიდე და მეორე თემაა კიდე ბილეთის ფასი ხო ნუ მოკლედ ეს ისეთი მტკივნეული საკითხია და ხო იმედია დროთა განმავლობაში გამოცდილებას დაგროვდება და მსურველები რიგითი გულშემატკივრები უფრო მეტად მოახერხებენ იმას რომ წვდომა კონდეთ და მატჩზე დასწრება შეძლონ ჩვენ პირველი შეხვედრა გასვლითი გვაქვს სასომხეთში როდის ჯერ ხო სასომხეთში ერევანშია ჯერ სომხები არიან მასპინძლები 20 მარტს და 3 დღის შემდეგ უკვე თბილისში კი და გამარჯვებული კვირა დღეს ჩვენთან გამარჯვებული ნაკრები ეს არის მოდი შევახსენოთ ახლა შეხსენება გულშემატკივარს არ სჭირდება მაგრამ ვინც არ იცის
გამარჯვებული საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდებს შორის გამარჯვებული გაისად მომავალ სეზონში ითამაშებს UEFA-ს ერთა ლიგის B რანგით მეორე B დივიზიონში ჩვენ ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში სომხეთის ნაკრები C დივიზიონში წარმატებული გამოსვლის შედეგად მოიპოვა სომხეთის ნაკრებმა უფლება იბრძოლოს B დივიზიონში გადასასვლელად და ანუ ორივესთვის მნიშვნელოვანია ეს მაჩი. პლუს ამას არის კიდე დამატებითი мотиваცია, რომ შესაძლოა მოხდეს ისე რომ C დივიზიონის გამარჯვებულმა ვერ მოახერხოს ევროპის ჩემპიონატზე არ იყოს კვოტა C დივიზიონის ერთ-ერთი გამარჯვებულისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად B დივიზიონის ერთ-ერთი ჯგუფის გამარჯვებული კი აუცილებლად საერთო ევროპის ჩემპიონატზე ამ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა. დიდი შანსი რა თქმა უნდა. კახა მე მგონი რამდენიმე წუთი გაგვჭირდა და რომ მოვასწროთ იქნებ ამ შაბათ-კვირისთვის უიკენდისთვის დაგეგმილი მატჩების შესახებ გამომახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, დღეიდან იწყება ტრადიციულად პარასკევის მატჩებით. ისე სანამ მატჩებზე ვისაუბრებთ, გუშინ იტალიაში მეცხრე ტურის ერთი გამოდებული შეხვედრა გაიმართა ბოლონია მილანი და ბოლონია მოიგო ეს მატჩი 2-1 მილანი ამ წუთისთვის 51 ქულით მერვე ადგილზეა ბოლონია კი 44 ქულით მე-6 ადგილზე ჩემპიონატს კი მილანის ინტერი ლიდერობს 57 ქულით ინტერი 1 ქულით უსრებს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდს ნაპოლის ნაპოლი 56 ქულით მეორე პოზიციაზეა და ხვალ გველის სწორედ ნაპოლი ინტერის დაპირისპირება რა თქმა უნდა ეს არის იტალიაში მთავარი მატჩი მოქმედი ჩემპიონი და ამჟამინდელი ლიდერი ინტერი ნაპოლის შეხვდება რომელიც სულ ახლის წინ ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბი იყო ხვიჩას და ასობაში ხვიჩას წასვლის მერეც ნაპოლის არ აქვს ისეთი რა თქმა უნდა მოსალოდნელიც იყო გარკვეულწილად რომ ნაპოლის დაეწყებოდა გარკვეული ვარდნა რამდენად ხანგრძლივია ვნახავთ ამას ხოლინდელი მატჩი ძალიან ბევრ რამეს მოხფენს ნათელს რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო ბევრი საბედნიეროდ ბევრი ლეგიონერი ყავს ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატში წამყვან ჩემპიონატებში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გამოკვეთილი რა თქმა უნდა პარი სენ-ჟერმენია საფრანგეთის ნაკრების საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი რომელიც ემზადება ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის თუმცა მანამდე ლილი უნდა მიიღოს სახში მანამდე კი ლილთან ერთგვარი სპარინგი სამზადებელი ეტაპი 2 მარტს ანუ 1 მარტის გვიან ღამის 0 საათსა და 5 წუთზე ჩვენი დროით ნუ პრინციპში PSG-ს საფრანგეთის ჩემპიონატში განაღდებულია ყველაფერი ასე შეიძლება ითქვას ახლა მისთვის ჩემპიონატი საფრანგეთის არის როგორც სამწვრთნელო სივრცე სავარჯიშო ფორმატი იმისთვის რომ ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთოს აქცენტი მას შეუძლია თამამად 1-2 მატჩი საერთოდ ლიდერების გარეშე ითამაშოს და მთელი აქცენტი მზადება კონცენტრაცია მოახდინოს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრ კლუბს ამის ფუფუნება ნამდვილად არ გააჩნია თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ PSG ამის წყალობით მოახერხებს და გავა სასურველ ფინალამდე იმიტომ რომ PSG-ს ბევრზე რქონია მცდელობა ამას ამ შემადგენლობაზე ბევრად უფრო ვარსკვლაურს გალაქტიკურს მაგრამ ეს შემადგენლობა ყველაზე ძლიერია იმიტომ რომ იხუჩა თამაშობს ეს ცალსახად კი და საერთოდ ეს მესმის რო ახლა ნეიმარი რამოსი მესი ეს სხვა ეპოქის ადამიანები და მბაპე და უახლოესი და მბაპე ახლა და ესენი ის თაობა არის რომელთაც შეუძლიათ ამ მოცემულობაში ახლა დაემკვიდრონ თავი და მოიგონ საფრანგეთის ჩემპიონატის 24 ტურის ის რასაც ქვია ლეგენდა საბოლოოდ აი ამ სახელწოდების ტიტული დროთა განმავლობაში ნუ ჩვენთვის ამ ტიტულის საფარქოლს უკვე არის ხვიჩა და იმედი გვაქვს რომ გაიმყარებს კიდევაც თავის ვარსკვლაურ სტატუსსა და შესაძლებლობას. მოკლედ გვანიშნებენ რომ ამოიწურა ჩვენი დრო კახა. მადლობა დიალოგისთვის. უახლოეს 4 შაბათამდე დავამშვიდობები მსმენელს. 4 შაბათს შევხვდებით. სხვა ოდნავ განსხვავებული ფორმატი თუ როგორ ამას მოკლედ წარმატებულ ახალ საეთერო სპორტულ ფორმატს გისურვებ ჩემო კახა სპორტულად საქმიანობას. მადლობა კიდევ ერთხელ 9 საათი 45 წუთი ხდება რადიო მედიის დილის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას 15 წუთში წინ გელოდებათ მორიგი საინფორმაციო გამოშვება შემდეგ უკვე მოგვიანებით დილის არხის ფორმატში სტუმართან ერთად დაგებრუნდებით მადლობა დროებით.